მეგობრებო, მოგესალმებით. საჯარო გაშლა გავაკეთოთ მე და თქვენ ახლა თემით. ყავთ თუ არა სერიოზული არაკეთილის მსურველი ახლა ხო? ანუ სერიოზულ არაკეთილის მსურველში ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც შეუძლია თქვენი სერიოზულად დაზიანება, ისევე როგორც ენერგოინფორმაციულად, ასევე ფსიქოემოციონალურად, მატერიალურად, ემოციურად, მენტალურად, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ აქ ვნახავთ საფრთხე თუ არსებობს კონკრეტული ადამიანისგან, არაკეთილის მსურველისგან ახლა ამ ეტაპზე. მას შესადამე ასევე შეგახსენებთ შემოკარგებო, ვისაც გსურთ ბევრად უფრო მასშტაბური და ყოველდღიური ენერგოინფორმაციული მიმოცვლა ჩემსა და თქვენ შორის საჯარო პრაქტიკები, რიტუალები, საავტორო პრაქტიკები, ყოველდღიური დღის არკანები, საჯარო გაშლები, რომლებსაც არ სადარდებ გარდა ამ დახურული ჯგუფისა და ყველაფერი ის, რაც ეზოთერიულ შემეცნებით საკითხებს ეხება, საინტერესო თავისი პოდკასტების ჩათვლით, რა თქმა უნდა, რომელიც ასევე, რა თქმა უნდა, მაგიური საკითხების გაშლას ეხება და ყველაფერი ის, რაც იმ ცოდნის ირგვლივ ტრიალებს, რომელსაც მე წლებია საჯაროდ ვაზიარებდი, მაგრამ ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ასეთი ტიპის ინფორმაციას მე საჯაროდ აღარ დავდებ, მხოლოდ ეს ინფორმაცია გაზიარდება დახურულ ჯგუფში, დახურულ მაგიურ ეზოთერიულ შემეცნებით ჯგუფში. ასე რომ მზის კარი შეგიძლიათ მოძებნოთ, გვერდი გამოუშვათ ჯგუფი დახურული, გამოუშვათ მოწვევა და ელოდოთ, უპასუხოთ ყველა კითხვარის, ყველა შეკითხვას, რომელიც იქნება თქვენთან დასმული და როდესაც ყველა კითხვას უპასუხებთ და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გასაგები პროფილით გამოაგზავნთ, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში იდენტიფიცირება ხდება ვიდეოზარითაც, ფოტოსურათითაც, ამიტომ აქ დამალვა, დაფარვა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ექვემდებარება ტყუილით დაწყებულ ურთიერთობებს, ამიტომ ის, ვინც ხდება ჯგუფის წევრი, უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე და რა თქმა უნდა, ამ ჯგუფში ყველაფერი არის თავისი ნებაყოფლობითი ურთიერთობით, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ იყოთ დახურული ჯგუფის წევრი იქამდე, სადამდეც ამის სურვილი გექნებათ, ოღონდ რა თქმა უნდა, შიგაზიარებული ინფორმაცია მხოლოდ დარჩება ჯგუფის კარს მიღმა. მას შესადამე ჯგუფს ქვია მზის კარი. ჩვენ კი დაუბრუნდეთ ახლა საჯარო გაშლის თემას. მას შესადამე ყავთ თუ არა არაკეთილის მსურველი ახლა? ვარიანტი პირველი. ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. სამი ვარიანტი არის ახლა თქვენს წინაშე. აი ასე მოვაახლოვებ კადრს. კარგით, ვარიანტი პირველი გვექნება ესეთი ყავისფერი სოკოები, ერთი წუთით იქნებ ცოტა განათების ფოკუსი შევცვალო. ვარიანტი პირველი, ყავისფერი სოკოები. ვარიანტი მეორე, წითელი სოკოები. და ვარიანტი მესამე გვექნება სტაფილოსფერი, ლამაზი სოკოები. მას შესადამე ახლა კარგად დააკვირდით სამი ვარიანტს, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი და ჩვენ ამ საჯარო გაშლით გავარკვევთ, ყავთ თუ არა ამ ეტაპზე სერიოზული არაკეთილის მსურველი და რამდენად დიდია საფრთხე, თუ კი რა თქმა უნდა არის. მას შესადამე იმედია ყველა მოერჩია თავის ვარიანტი. კიდევ ერთხელ გადავლეთ თვალი, თქვენი სოკო აუცილებლად დაგიძახებთ, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ვარიანტი. ყავისფერი სოკოები ვინც აერჩია, ყავთ თუ არა ამ ეტაპზე არაკეთილის მსურველი.
ჩემო ძვირფასებო, ამ ეტაპისთვის არაკეთილის მსურველი როგორც ასეთი, რომელსაც თქვენთვის ბოროტება უნდა, ან რაიმე ესეთი ნეგატივის, ვთქვათ, გამოგზავნა უნდა. ხვდებით ხო, ესეთი მაგიურ ეზოთერულ ჭრილში, ენერგეტიკულ ჭრილში უბრალოდ ამას ვერ გავივლი, იმიტომ რომ აქ ასეთი არავინ არ ჩანს. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ჩემო ძვირფასებო, ჩანს იმედგაცრუება. ნახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არის ძალიან რესურსიანი, ძლიერი ადამიანი, რესურსი არ ნიშნავს მხოლოდ ფინანსურ რესურსს, რა თქმა უნდა. რესურსიანი ადამიანი ნიშნავს იმას, რომელსაც აქვს საკმაოდ ესეთი მსუყე, კარგი ესეთი ენერგია, გამცემი ადამიანი, რომელიც სხვათა შორის ენერგოვამპირებს და ფსიქოპათ ნარცისებს ძალიან მოსწონთ, ხო? და აი აქ ასეთი პერსონაჟი შეინიშნება პირველი ვარიანტი თქვენს რეალობაში, იმიტომ რომ აქ მაჩვენებს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ თქვენს რეალობაში, თუ კი ადამიანი შემოვა გარკვეული თბილი გრძნობებით, თბილს ალბათ ხვდებით, რასაც უგულისხმობ, ხო? იმიტომ რომ თითქოს ახლოვდება, ან უკვე გრძნობთ იმას, რომ ასე ხება ეს. ხო, ნახეთ, როგორი რაღაც არის. მაქსიმალურად გაფილტრეთ თქვენს რეალობაში ადამიანები და ეს ადამიანები არიან განსაკუთრებით მამაკაცები, იმიტომ რომ განმეორდები არ მოდის კარგი ენერგიები იმ ნაწილში, რომ ჩანს იმედგაცრუება, ჩანს სტრესი. შეიძლება იყოს ესეთი რაღაც, რომ ყველას არ ეხება ეს ამბავი, ხა რასაც გავაშხერებ, მაგრამ თქვათ იმედგაცრუებული იყოთ კონკრეტული ადამიანისგან, თქვათ გადაწყვიტოთ სხვასთან ურთიერთობა, სხვასთან ფლირტი და არც ეს არ დასრულდეს მაინც და მაინც კარგად და ზოგადად იცოდეთ, რომ როდესაც ფლირტს აყვებით ადამიანთან, სხვის დავიწყების ნაწილში, ეს ყველაზე დიდი სისულელე, ყველაზე დიდი თავისმოტყუება, იმიტომ რომ ალბათ პირველ რიგში სიყვარული სძიება, სადაც უნდა დაიწყოთ, ეს არის დაიწყოთ საკუთარი თავიდან, ხო? იმიტომ რომ თუ თქვენი თავი არ გიყვართ, ვერავინ არ შეგიყვარებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ვარიანტი, გაითვალისწინეთ. სხვა რა გითხრათ? აქ არ არის მაგიური ზეგავლენა, აქ არ არის ესეთი არაკეთილის მსურველი, რომელსაც თქვენი რაღაცა ესეთი კონკრეტული რაღაცა ცუდი. არა, აქ ესეთი არ არის. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება თქვენს ირგვლივ მამაკაცებს, რომლებიც თქვენს რეალობაში ტრიალებენ. სხვათა შორის ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც პარტნიორულ ურთიერთობებს, ეს ცოტა რამე ხო, არა, ნუ აი ძალიან ინტენსიურად მოჩანს ხმლების მეფე ამოვიდა, ხო? ცხრიანების ხმლებთან ერთად. კიდევ ერთხელ განმეორდები, ერთადერთი რამაც შეიძლება ვთქვათ, ითამაშოს თქვენს რეალობაში ნეგატიური როლი, ეს არის კონკრეტული ადამიანი. კონკრეტული ადამიანი, რომელიც ძალიან გატკენთ, თავისი ეგოიზმით გატკენთ, თავისი სიტყვებით გატკენთ, ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის სიმართლეს და თავის თავს უყურებს და არავის და არაფერს თავის ირგვლივ, ხო? ადამიანი, რომელიც გაჯერებთ შესაძლებელია იმას, რომ თქვენ არ ხართ სათანადოდ კარგი, არ ხართ სათანადოდ რესურსიანი, არ ხართ სათანადოდ, ნახეთ, მოკლედ манипуляციები ძალიან ბევრნაირი შეიძლება იყოს, ხა ძალიან შორს წაგვიყვარს, უბრალოდ ჩემო ძვირფასებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად განსაზღვროთ, ვის უთმობთ ენერგიას, ამ შემთხვევაში მამაკაცებს გულისხმობ, იმიტომ რომ სულ ფიგურული არკანები ამოვიდა და აქედან ძირითადად ყოლა მამაკაცი, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩანს საშიშროება იმისა, რომ არასწორმა ურთიერთობებმა, არასწორმა კომუნიკაციებმა, არასწორმა ფლირტაობამ მოდი ასე ვთქვათ, ხო? შესაძლებელია დაგაკარგინოთ ენერგიაც, რესურსიც, თვითშეფასებაც, ამიტომ გაუფრთხილდეთ ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაძლებელია უკვე ხართ ასეთ ურთიერთობაში და არაკეთილის მსურველს სხვა შეეძებთ, მაგრამ არაკეთილის მსურველი მაგალითად არის პარტნიორულ ურთიერთობებში, არამც თუ დავარქვათ ამას, იცით რა არის არაკეთილის მსურველი ცოტა სხვა რაღაც არის, მაგრამ ნარცისი ეგოისტი ყავთ გვერდით, რომელიც მხოლოდ საკუთარი ცხვირის იქით
არ იყურება, ხო? ანუ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს. თუ ესე არ ხართ გამოხატულ პარტნიორულ ურთიერთობებში, განმეორდები მიაქციეთ ყურადღება ირგვლივ ადამიანებს, განსაკუთრებით აი ძალიან ინტენსიურად მოჩანს არამსუ მოწითალოთმები მამაკაცზე, არამედ ერთი ძალიან გამოხატული შავგურემანია, მაგრამ მეორეს ძალიან არაბუნებრივი თმისფერი აქვს. შეიძლება მოწითალოც მე რაღაცა თოჯინასავით თმა აქვს თითქოს ადამიანს როგორ აგიხსნათ აი ქალები რო ამბობ რომ აი ეს ფერი დამისვი სალონში და ძალიან ბევრი წვალება რომ უნდათ რომ აი ეს კონკრეტული ფერი მიიღო სალონში იმიტომ რომ რაღაცა არაბუნებრივად ლამაზი ფერია ხო რაღაცა თოჯინასავით აი ვინ ყავთ ესეთი აი მიაქციეთ ყურადღება ამ ორი ტიპის მამაკაცს განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი და იყავით ყურადღებით. მოусმენთ თქვენს ინტუიციას. პირველი ვარიანტი ამას გეუბნებათ. ტაროს არკანები და თქვენ პრინციპში გაქვთ შესაძლებელია ამის გამოცდილებაც, ცოდნაც, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისეთ ადამიანს არ შემოუშვებთ თქვენს რეალობაში, რომელიც თქვენს ენერგიებსაც უდათ იმოქმედებს. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით. მეორე ვარიანტი. წითელი სოკოები, ვინც აირჩიეთ, თქვენ გყავთ თუ არა არაკეთილის მსურველი ახლა ამ მომენტში. ათიანების პენტაკლები, ესეთ შეკრულ ძლიერ ადამიანს უყურებ, რომელიც ძალიან კარგად საზღვრავს, ვინ შემოუშვას თავის საზღვრებს შიგნით, ვინ არ შემოუშვას, ვისთან რა დოზით გაიშალოს, ვისთან რა დოზით ჩაიკეტოს და ასე შემდეგ. ხო, აქ მოჩვენებს ადამიანს, რომელიც თითქოს რაღაცა დაცვა გაქვთ. ძლიერ ადამიანს უყურებ. კარგი. არის თუ არა არ ყავთ თუ არა არაკეთილის მსურველი, მეორე ვარიანტი. ნახეთ შემოძვირფესებო, როგორი რაღაც არის. თქვენ არაკეთილის მსურველი, ესეთი ვინმე გამოხატული ადამიანი, როგორც ასეთი ნამდვილად არ ყავთ, ხო? მაგრამ აქ არის ერთი ესეთი მომენტი. ხართ ესეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან ერთადერთი ვინ შეიძლება გატკინოთ, ეს არის თქვენი ძალიან ახლობელი, ანუ მე ვერ ვიტყვი, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ვიღაცა რას იფიქრებს და როგორ იფიქრებს, მაშინ ვერ იჯდებოდით ათიანების პენტაკლებში რა, არა. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის გულის ტკენაც, ვისაც ნამდვილად შეუძლია, რომ აი თქვენზეც უდათ იმოქმედებს, ესენი არიან ძალიან ახლობელი, ძალიან ოჯახის წევრი ადამიანები, ხო? მაგრამ აქაც როგორ ახართ იცით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ რომ მოახდინოთ ენერგეტიკულად აღდგენა, ხვდებით ხო? ანუ თქვენ შესაძლებელია გეტკინოთ, მაგრამ მალევე შეგიძლიათ საკუთარი თავი გადასვათ და გადაიყვანოთ დადებით ენერგიებზე. სხვა შორის გააქვთ ის ნიჭი, ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვით, მეორე ვარიანტი. თქვენ არამც თუ აი სწორედ გამიგეთ, გჭირდებათ ხოლმე ხანდახან, აი ამ ხუთიანების თასებში ყოფნა, ხო, კრიზისში ყოფნა, იმიტომ რომ კრიზისიდან მერე ბევრად ძლიერი გამოდიხართ. ხვდებით, ხო, თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელიც კრიზისში დიდი ხანი ჩერდება. თქვენ ხართ ადამიანები, მეორე ვარიანტი გიცანით, გამოდით. მეორე ვარიანტი თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად ტრანსფორმირდებიან რთულ სიტუაციაში და მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენ ეს პერიოდულად გჭირდებათ ხოლმე. პერიოდულად გჭირდებათ ხოლმე იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ ცოცხლად, თავი იგრძნოთ საჭიროდ, თავი იგრძნოთ მნიშვნელოვან პიროვნება და პირველ რიგში ეს თქვენთვის გჭირდებათ, არა ვიღაცისთვის, თქვენთვის გჭირდებათ, მიხვდით ხო? და მე ასე ვიტყოდი, რომ
თქვენზე ნებისმიერ ესეთი წყენა თუ კრიზისი მოქმედებს კარგად. საინტერესოა ხო, მაგრამ კარგად, შემოქმედებითად. მერე აქედან ორმაგად მაგარი და ძლიერი გამოდიხართ. აქედან თითქოს მერე ენერგიას იღებ, აი დედას უტირებ, მაინც გავაკეთებ, ხო, მაინც შევძლებ. და ნახეთ, დიდი ხანი არ ჩერდებით ამ ყველაფერში. კი, მხოლოდ იმდენად კარგები ხართ, რომ მაგრები ხართ, მოდი ესე ვთქვათ, რომ მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ, ანუ იმდენი იმუშავეთ ალბათ საკუთარ თავზე, ან შესაძლოა ხასიათი გაქვთ ასეთი, რომ აი ეს ვიღაცებს ნამდვილად არ აშლევინებთ, ზედმეტად ნეგატივს არ აიღებთ, მაგრამ ეს თუ შიგნით საყვარელ ადამიანთან რაღაცა გეტკინათ, ოჯახის წევრთან, აქედანაც კი თითქოს რაღაცა კარგს და საჭიროს იღებთ, იმიტომ რომ ეს კრიზისი უფრო მეტად გაახლოვებთ საკუთარ თავთან, საკუთარ შესაძლებლობებთან და ეს კრიზისი უფრო მეტად გაძლევთ მოტივაციას და მუხტს, რომ რაღაცა შექმნათ. ამ თქვა კრიზისიდან რაღაცა აქედან ანთავისუფლებთ ენერგიას, მიხვდით ხო? ასე რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად სწავლობს, შეიმეცნებს და მუდმივად იღებს ენერგიას, შემოქმედებით ენერგიას კრიზისიდან. ეს არის ძალიან მაგარი მდგომარეობა. ეს არის ძალიან დიდი ნიჭი, როდესაც ადამიანს შეგიძლია არა ჩაწვე კრიზისში და დაწვე და აღარ ადგე, ხო? არამედ პირიქით. თქვენ მე მაგონებთ ძალიან ჩემს თავს, იმიტომ რომ მე პირადად არ მიყვარს დიდი ხანი კომფორტის ზონაში ყოფნა და როდესაც ყველაფერი ძალიან კარგად არის და უკვე ძალიან შემაწუხებს ხოლმე ეს ძალიან კარგად ყოფნა, მე თვითონვე შემიძლია ჩემს თავს თავსატეხი გაუჩინო. ხვდებით ხო, თავსატეხი, იმიტომ რომ მე ამ თავსატეხების ამოხსნაში ვიღებ ახალ ენერგიას, მიხვდით ხო? თუ ყველაფერი კარგად არის და იდეალურად არის და ესე იგი ეს მიჩერებს, ასე ვთქვათ, ხანდახან, ყოველთვის არა, ხანდახან პირიქით დამენებეთ, თავი დამასვენეთ, აღარ მინდა, მაგრამ ხანდახან მიჩერებს აი ამ, ესე ვთქვათ, პროცესუალურად, აი ამ მოდი ასე ვთქვათ, ძიების პროცესს, როდესაც რაღაც ახალ ენერგიას იღებ, ახალ ემოციებს, ახალ შთაბეჭდილებებს და ამიტომ რაღაც უნდა, ჭყალებში გავაფუჭო ხოლმე, რომ მე იქიდან ენერგია ავიღო. ხვდებით ხომ? ასე რომ აქ რომ არანაირი არაკეთილის მსურველი და ნამდვილად დაცული ხართ, მოდით ვნახოთ. აბსოლუტურად დაცული ადამიანი ხართ. კიდევ ერთხელ განმეორდები. კი, აქეთ უტირებთ ყოფას, თუ კი ამის საჭიროება იქნება. ხო, კი, ბევრი ადამიანი გიყურებთ, ბევრი ადამიანი გაკვირდებათ, ბევრი ადამიანი ცდილობს, ასე ვთქვათ, თქვენი ტყავი მოირგოს და თქვენს კანში შემოვიდეს, როგორც იტყვიან, ხო, მაგრამ არავის არაფერი არ გამოსდის, იმიტომ რომ ძლიერი ადამიანი ხართ და დაცული ადამიანი ხართ, ნამდვილად. და მომენტალურ ბუმერანგსაც აამუშავებთ ხოლმე, მინდა გითხრათ. სხვა შორის სიტყვის ძალა გაქვთ ძლიერი და ერთი შეჩურჩულება და უკან შებრუნება მათივე ნეგატივისა თვალის და დამიჯერეთ, წამიერად აღასრულებთ ადამიანის თავზე იმ სამსჯავროს, რომელიც ვთქვათ, შესაძლებელია ვიღაცასთან მას გაუვიდა და პასუხი არ გაეცა. თქვენთან ადამიანებს არ გასდით. მეორე ვარიანტი ასე რომ გისურვებთ წარმატებებს, ყოჩაღები ხართ და მესამე ვარიანტი ვნახოთ, ახლა ყავთ თუ არაკეთილის მსურველი ყავთ ჩემო კარგებო და უკვე მიგიყვანათ რაღაც სერიოზულ სტრესამდე და სერიოზულ ნეგატივამდე ათიანების ხმლები, მაგრამ არ ინერვიულოთ, თუ ეს დაგეხმარებათ ახლა ჩემი ეს სიტყვები, მაგრამ ეს არის ფინალური არკანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამის იქით უკვე აღარ გაგრძელდება, ხო? ამის იქით უკვე მეტი ცუდი ვეღარ მოხდება, იმიტომ რომ ეს უკვე მოხდა. ეს უკვე მოხდა. რამ შეგიყვანათ ათიანების ხმლების ენერგიებში? რამ შეგიყვანათ ათიანების ხმლების ენერგიებში? კარმული გაკვეთილი გაიარეთ, ძალიან სერიოზული.
ხო, შესაძლებელია ძალიან დიდი ტყუილის, ღალატის, წართმევის მსხვერპლი გახდით, ვიღაცამ გამოიყენა თქვენი კეთილი გული, თქვენი განწყობა, თქვენი რესურსი, ენერგია, მოგატყუათ, წაგგლიჯათ, იმანიპულირა თქვენით, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, ყველაფერი უკვე უკან არის და ეცადეთ რომ საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე აღარ მიიყვანოთ და იყოთ და მოდი ასე ვთქვათ ამ კარმული გაკვეთილიდან აიღოთ ძალიან ბევრი და ძალიან ინტენსიური რომ მიხვდეთ თქვენში სად იყო პრობლემა და რა აღარ უნდა დაუშვათ და სად უნდა დაიცვათ თქვენი საზღვრები. გყავთ თუ არა არაკეთილის მსურველები ახლა ამ მომენტში იცით რა არის შემოძვირფასება, ესეთი გამოხატული არაკეთილის მსურველი არ არის, უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვით ხომ, ნაკლები მესმის რომ როდესაც გტკივათ ადამიანებს გტკივა, გვინდა რომ ვიღაცას გაუზიაროთ, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, ეცადეთ რომ ნაკლებად აზიაროთ თქვენი ძალიან ისეთი ინტიმური და ძალიან ესეთი გულის ტკივილები, ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, შეიძლება პირში გაგიცინონ, მაგრამ ზურგს უკან უბრალოდ პოპკორნი მოიმარჯვონ და თქვენს პრობლემებზე მერე იღლაბუცონ და არ მისცეთ ამის საშუალება არავის რა. ჯობია ამ დროს, რა ვიცი, ფსიქოლოგთან ჩაეწეროთ, ფსიქოთერაპია, იმიტომ რომ მას პროფესიული ვალდებულება აქვს, რომ არავისთან არ გაიღოს და არავისთან არ გასცეს თქვენი კონფიდენციალური ინფორმაცია, ვიდრე მაგალითად ვინმე ესეთ სლენგს გამოყენებთ, პადრუგას მოუყვეთ, ან პადრუგებს მოუყვეთ, რომლებიც ვერაფერს ღირებულს ვერ მოგცემენ ძირითად შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ საკუთარი ფოკუსიდან და საკუთარი, ვთქვათ, რაღაცა შიშებიდან თუ საკუთარი რაღაცა წარმოდგენებიდან გამომდინარე შეეცდებიან, რომ რაღაცები მოგახვიონ უარესად თავზე. ხო, გააჩნია ხა ადამიანსაც ხა თუ ისეთი მეგობარი ყავთ, რომელიც მოკლედ ისეთ ადამიანებს გაანდეთ ხოლმე თქვენი ვთქვათ გულის ტკივილი, რომელსაც თვითონ აქვს კარგი პარტნიორული ურთიერთობები, თვითონ არის თვითკმარი, შემდგარი ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც მეტნაკლებად იცით და დაცული ხართ, რომ არ შეშურდება და ენის ჭარტალს არ დაიწყებს, ხვდებით ხო და რაღაცა პროფესორულ არაფრის მომცემ რაღაცა რჩევებს არ მოგცემთ, ხო? ან ყველაზე კარგი ვარიანტი უკვე გერჩიეთ, გადაიხადეთ ფული ჯობია და წადით კარგ ფსიქოთერაპევტთან. მაგრამ კარგით გადავდოთ ახლა ფსიქოთერაპევტები გვერდზე. ერთ-ერთი გეტყვით იმას, რომ პირადი საზღვრები გაქვთ უფრო მეტად გასამყარებელი, უფრო მეტად გასაძლიერებელი. იმიტომ რომ ნახაცნაირად ჩანს რომ მთელი ეს გაკვეთილი, რაც თქვენ გაიარეთ, კარმული, ძალიან რთული, სხვათა შორის, არის ზუსტად იმაზე, რომ საკუთარ თავთან გაიაროთ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს ყველაფერი თქვენთვის, რომ აი რა შეიძლება ჩემთან ურთიერთობაში და რა არა, რის ნებას ვრთავ ადამიანს და რის ნებას არა, სადამდე აქვს ადამიანს ჩემს რეალობაში შემოსვლის უფლება და სადამდე არა. პირადი საზღვრები გაქვთ ძალიან დასალაგებელი, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აქ თქვენს პირად საზღვრებს შესაძლებელია კონკრეტული ადამიანი ან ადამიანები ძალიან ლეწავდნენ და ითქვიფებიან თქვენს რეალობაში, რაც მაინც და მაინც თქვენთვის კარგი არ არის, ხო? ამიტომ აი ეს არის ჩემო ძვირფასებო დღევანდელი საჯარო გაშლის პასუხები. მე ველოდები თქვენს კომენტარებს, ძალიან მაინტერესებს. რას დამიწერთ კომენტარებში, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, ძალიან დიდი სიყვარულით.